ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ეთერში გავისაუბროთ ქუთაისში გამომავალი ახალი შეფასება არ ქვია ამას, ეს არის გაოგნება, ეს არის შოკი. ეგ მარტო მე არა ვარ ასეთ მდგომარეობაში, ჩვენ ვიცოდით ყველა ციხეებში ძალიან ცუდად იყო საქმე. მაგრამ აქამდე თუ მივიდოდა საქმე, ნამდვილად მე პირადად არ მოვიდოდი. მე გეტყვით ერთ ამბავს და მსოფლიოს ისტორია ვიცის ძალიან ხანგრძლივი რეპრესიული მექანიზმები და მანქანები, ბევრი შექმნა. მაგრამ ასეთ რაღაცებს არავინ არ შეუძლია. სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ. არც ბოლშევიკების და არც ფაშისტების რეპრესიული მანქანა ამას არ ითვალისწინებს. ის რეალობა, რომელიც ქართულ საფრთხეებში ხდება, რომელიცაც არ აქვს ერთჯერადი ფაქტები და ერთჯერადი შემთხვევა. ეს არის ის რეალობა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ხდება წლების განმავლობაში. ჩვენ რო საუბრობთ იმაზე, რომ ყოველწლიურად საქართველოში არის უზარმაზარი რაოდენობა სიკვდილიანობის ციხეებში, რომელიც არის აბსოლუტური განუკითხაობა, დაუჟელობის სინდრომი დამყარებული ქართულ ციხეებში. ამ ყველაფრის დამსახველი ფაქტები ვნახეთ ჩვენ დღეს უკვე კონკრეტულად რეალობაში. მოეპყარით კანონის ფარგლებში. თორემ ყველანი იქნებით პასუხისგებაში მიცემული, ვინც მიიღებთ პატიმრების ტანჯვაში და წამებაში მონაწილეობას. უნდა გავაღვიძოთ. ჩვენ ვნახეთ თელმა ქართულმა საზოგადოებამ მიხილა ტელეეკრანიდან არ ამგონია რომელიმე ჩვენგანს, რომელიმე ჩვენთან მოქალაქეს გულგრილს სტოვებდეს. ამიტომ თითოეულ თქვენგანს ღრმა პატივისცემით ვთხოვ, რომ ამოვიღოთ ხმა იმ უკანონობის, იმ კრიმინალის, იმ დანაშაულის წინაშე რა ფაქტის მომსწრელის ჩვენ დღეს გავხდეთ. სწორედ ამიტომ მედიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ადამიანის უფლებათა დამცველმა ყველა წარმომადგენელმა როგორმე სოლიდარულად ამოვიღოთ ხმა ამ ყველაფრის წინააღმდეგ. ეს აქცია იყო ძალიან სპონტანური და უბრალოდ ეს იყო ემოციური დამოკიდებულება იმ ყველაფრის მიმართ, რაც ვიხილეთ და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მსგავსი ტიპის აქციებს. შეუერთდებით როგორც დედაქალაქს, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებშიც იმედი მაქვს, რომ ამას გამოხმაურებები მოყვება. ხვალ ამავე ადგილზე ნომერ მეორე სასჯელასრულების დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე დღის 2 საათზე გთხოვთ ყველას, ვისაც გააწუხებთ ანალოგიური განცდა, ვინც ვერ მოითმინეთ და ვერ აიტანეთ ის, რაც დღეს იხილეთ ტელეეკრანებიდან, მოვიდეთ და ერთად გავაპროტესტოთ ძალადად. ვისაც ვნახეთ ტელევიზორში. ეს იყო ვისი წარმოდგენაც გაგვიჭირდება. ჩვენ ყველამ ასეთ ვისე ვიცოდით, ხო? მაგრამ ეს იყო მონაყოლი. ჩვენ მოგვისმენია ასეთი ისტორიები, მაგრამ ჩვენს არ გვინდა. ეს ჩვენ ყველამ ვნახეთ საკუთარი ბარით. ის იყო რაცა უნწეობის და სირცხვილის განცდა. ერთი ის იყო, რომ სახლში გაჩერება იყო აბსოლუტურად შეუძლებელი და აუტანელი. უბრალოდ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს აქცია, რომელიც აქცია ხესთან მოეწყო, ეს დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივით, ჟურნალისტების, მწერლების, სამოქალაქო აქტივისტების და ასე შემდეგ. ასე შემდეგ მოერთა ყველა დანარჩენი